მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით ჩვენ ვნახოთ, როგორი იქნება ამ წლის ბოლო კვირა. ვნახოთ სამივე სფერო, როგორც ჩვენ გვიყვარს ხოლმე, ხო? Ну, რა თქმა უნდა, იქნება ჯერ სიგნიფიკაცია და მერე უკვე იქნება ენერგია ამ ბოლო კვირის. ვნახოთ ახლა. ახლა ვისთვის იქნება ეს? Ну, ვინც სულ უყურებს ჩემს ვიდეოს თქვენთვის მე მგონი ყველა ვარიანტი იქნება. მე ბოდიშს გიხდით კიდე ვერ გამავაჯამთელდი და ცოტა ხმა არ არის ჯერ კარგად მოსული. მაგრამ მაინც შევეცადე მოვიკრიბეთ ძალა, რომ თქვენ არ დაგტოვოთ ვიდეოს გარეშე, მაპატიეთ. მაგრამ ჯერჯერობით აი ასე. ამიტომ თავს გაუფრთხილდეთ ყველა. ვნახოთ ახლა ჩვენ რა ენერგიებში ხართ. შემდეგი ვნახოთ ახლა რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მომავალ კვირაში, რა იქნება მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი ენერგიები მომდევნო კვირის, ბოლო კვირის, ამ თვის და ამ წლისაც, ხო? და რა თქმა უნდა, ნახოთ ყველა სფეროები, იცით თქვენ, ვინც პირველად არის ჩვენ სამ სფეროს ვიხილავთ ხოლმე, ანუ ეს კარიერა, სწავლა, ბიზნესი, ფინანსები და ურთიერთობა. დღეს მან არა ავიღე, ნახოთ აბა რას გვეტყვის მანარა. ანუ კარიერა, სამსახური, ბიზნესი, ვის რა გაქვთ, ნახოთ თქვენთვის ინფორმაცია რა იქნება. შემდეგი ფინანსები, რა გელოდებათ, რას მოგიტანთ თქვენ წლის ბოლო. და ნახოთ აუცილებლად ურთიერთობა, ხო? ანუ ურთიერთობაშიც რა იქნება. ესეც ვნახოთ. და მე უკვე გავაკეთებ კიდე იმ კვირაში იანვრის პროგნოზსაც გავაკეთებ და ვნახოთ იქაც უკვე იანვარი რითი დახვდება, ხო? ეს ამას გავაკეთებ უკვე ალბათ შეიძლება ხვალ გაგიკეთოთ, ნახოთ. Так, ვისთვის რა ხდება, რა ენერგიებში ხართ, ეხლა ვნახოთ. რა მაგარი ენერგიაში ხართ თქვენ? ანუ აქ არის როგორ თითქოს რაღაცა გაიღვიძა თქვენში, აი ძალიან მნიშვნელოვანი, იცით? ანუ ესეთი არკანები, რომ მეკუთვნის ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც მეკუთვნის. ამავე დროს რა? კარგი. აქ თითქოს შეიძლება რაღაცა იცით ესეთი პროცესი გაქვს, ხოთა შორის თუ ვინმე ხართ ახლა ავად ჩემს ჯვარი გწერეთ, მაგრამ ნუ დავუშვათ, ხო? აქ უკვე გამოჯამრთელება, აი არის უკვე ნახეთ ირამხელა შანს, აქ საგვარეულო უკვე შეიძლება უკვე გრძნობდეთ, რომ ნელ-ნელა გამოდიხართ უკვე ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ აქ უკვე მაღალი ძალები, საგვარეულოს ძალები დადგნენ თქვენს მხარეს და ყველა ვარიანტში მოგცემენ თქვენ საშუალებას, ან უკვე გაძლევენ საშუალებას, რომ თქვენ იყოთ კარგად. შეიძლება კარგი ექიმი ნახეთ, ვინმე დაუშვათ, კარგი წამალი ნახეთ, ან სხვა რამე დაუშვათ, გამოიყენეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ძალიან მაგარი ენერგია. ვიღაცამ აქ დაამთავრა რაღაც სასწავლებელი, შეიძლება აიღეთ რამე საბუთი. თუ გქონდათ სასამართლო, აქ ახლა სრული მოგება უნდა გქონდათ ყველა ვარიანტში. უეჭველი რა. ვიღაცა მართლა ახალი სამსახური კი არა, ახალი პროფესია შეიძინა და ან ისეთი მყარი საბუთი დაიჭირეთ,
რომ აი რა გითხრა და პლუს კიდე ვიღაცამ აი მიიღო ვიზა სხვათა შორის. თუ ვიზას ელოდებოდეთ, თუ არ მიიღეთ ჯერ ხო, ჯერ არ არის აი ესეთი მომენტი მიიღებთ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ აქ ისეთი არკანები რომ არ ვიცი რა ყველანაირი მხარდაჭერა დგას აქ მაღალი ძალებისგან და მით უმეტეს თქვენი საგვარეულოც აქ დგას და თქვენ დაიმსახურეთ რაღაცა ისეთი. სხვათა შორის კიდე ნახეთ, აქ ვიღაცამ დაამთავრა თქვენ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი კარმული გაკვეთილი. ანუ ნახეთ კიდე აი ეს პროცესები როცა ავათხდები, ხო, დაუშვათ, აი მით უმეტეს ახლა ის წლის ბოლოა, ხო? ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ აი აქ სხვათა ნახეთ რა მხოლოდ ტრანსფორმაცია არის რა. ანუ ეს ტრანსფორმაცია ზუსტად ჯანმრთელობაზე არ ტყავს რო იტყვიან, ხო? იმიტომ რომ აქ ადამიანი მართლა რაღაც ეტაპს ასრულებს და ანუ ყველაფერი ერთად აი თითქოს გასუფთავება მიდის, გაიგეთ? ანუ სუფთავდებით. შეიძლება თქვენში ეხა დააკვირდეთ რაღაცა ახალი ნიჭი გაიხსნება, ახალი ისეთი მომენტები, რომელიც დაუშვათ აი ну რაღაცა იყო დაფარული, როგორ თქვა. გაიგეთ, ანუ დააკვირდეთ რა. იმიტომ რომ ძალიან რაღაც მაგარი ენერგია კიდე დაუბრუნდები, რა თქმა უნდა, ამას თქვენ ხო იცით, რომ სიგნიფიკაცია მაინც კიდე მოდის. ამიტომ თუ გახსენით ვიდეო, მაინც უყურეთ, იმიტომ რომ ну ჩემს გაშლებში ასე მუშაობს, რომ კიდე მე მოდის და მე გული მწყდება ხოლმე, რომ შეიძლება უცბად არ მომივიდა ინფორმაცია და ну სიგნიფიკაციის დროს და მე აქეთ კარგი ინფორმაცია იყო და ადამიანმა ახლა სიგნიფიკაცია რო ვერ იცნო თავიდან, შეიძლება აღარ უყურა. ну ეს როგორც თქვენ გინდათ, ეს ჩემი რჩევა, დანარჩენი თქვენ იცით რა თქმა უნდა. ნახოთ ახლა რა ენერგიაში გადადიხართ. ოხ. შეხედეთ, ნახეთ, ანუ აქ კიდე რაღაცა ნახეთ, თუ დაუშვათ, თუ ავათხართ, აქ ჩქარი გამოჯანმრთელობა სხვათა შორის, ძალიან ჩქარი, აქ ესეთი ძალიან სხვათა შორის სავანტყოფოშიც თუ დაუშვათ იყავით, ну აი რატომღაც ჯანმრთელობაზე იცით თქვენ მე არ ვშლი, მაგრამ დღეს რატომღაც აი მაგაზე მოდის რა ინფორმაცია რა და აი მომავალ კვირაში თქვენ ნამდვილად იქნებით ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ აი როგორ არის იცით ძალა მოგემატებათ, აუცილებლად მოგემატებათ, ანუ აქ რაღაცა გადაწყვეტილება სხვათა შორის თქვენ მიიღებთ ძალიან ძლიერს. ну მოდით ვნახოთ ხა ჩვენ პრინციპში სფეროებსით რა და უფრო გავარკვევთ სად რა როგორ. და ეს არის ჩვენი სამსახურებრივი თემები, ხო? აი შეხედეთ. სხვათა შორის აქ შეიძლება თქვენ მოგივათ რამე წინადადება. აი აქაც უკვე ნახეთ ვიღაცას ხო გეუბნებით რაღაც შეიძლება მიიღოთ კიდევაც თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი წინადადება. ეს შეიძლება სამსახურსაც ეხებოდეს, გაიგეთ? რაღაცა თქვათ აი ისეთი შეიძლება ან საბუთი ან წინადადება მიიღოთ, რომელიც აი უცბად შეცვალა ბევრი რაღაცა და даже არ გამიკვირდება, რომ აქ თქვენ აი ეს საბუთი გიხსნის გზას იმისთვის რომ გქონდეთ ну კარგად ფინანსები და სხვათა შორის აქ რაღაც ვიღაცისთვის იქნება აი ფინანსების ნაკადი გაიხსნა. გაიგეთ რა ხდება? ეხლა ნახეთ სამსახურში რა იქნება? პრინციპში მე შემიძლია გითხრათ, აი აქ მშვიდად, წყნარად თქვენ გააკეთებთ იმას, რაც თქვენ გსურთ. ნახეთ, ეხლა როგორ არის ეს ნიშნა. აქ მე ნახეთ ორი ცეცხლოვანი ენერგია, მაგრამ რა არის იცით? თითქოს თქვენ აქ ვიღაც აი დაჭდებით და გააკეთებთ იმას, რაც თქვენ გინდათ. შეიძლება დაუშვათ, აი ნახეთ, даже გეგმებსაც გააკეთებთ, დაწერთ, მაგრამ კარგად, აი მე ხა რომ ჩვენ მიმდინარეობს ჩვენთან ახლა აი ეს ტრენინგი ხო, საახალწლო სურვილების ჩაფიქრება და სწორი დაწერა, ხო? ანუ და ვეუბნები გოგოებს, რომ ჩადეთ ემოცია ყველა თქვენს ну ჩაფიქრებული სურვილზე რა. იმიტომ რომ თუ ჩვენ ემოცია და გრძნობა არ ჩავდეთ, ხო? ანუ ეს არ იმუშავებს. აი აქაც ნახეთ, თითქოს თქვენ აი დაჭდებით და ანუ თქვენს
იმ საქმიანობაზე, რითიც იქნებით დაკავებული, ჩადებთ ზუსტად აი ამ ემოციებს და ანუ როგორ იცით აი ისიამოვნებთ იმით, რასაც თქვენ გააკეთებთ. გაიგეთ, აი რაღაც ესეთი ენერგია მოდის აქ. შეიძლება რაღაცა წინადადებას მიიღებ და დაფიქრდებით. და აქ ნახეთ რას დაფიქრდებით. მე რას მომიტანს ეს? ანუ იცით რა არის? აქ ძალიან კარგი მომენტი, აქაც ნახეთ, საერთოდ ხმალების დედოფალი, ეგეც ეთი ტიპი, ცოტა ცივი გონები დაზროვნებს, ხო? და აქაც არის 7-იანი თასების, აქაც 7-იანი თასების, ხო? ანუ რაღაცა არჩევანი. აი აქ რაღაც გააკეთებთ თქვენ ძლიერ არჩევანს რა, ანუ რაღაც მნიშვნელოვანს, ანუ ეს როგორ არის, იცით? აი როცა შენ საერთოდ ხმალების დედოფალი თიშავს, ხო, იმას რა ქვია, ემოციას, მაგრამ ამ დროულად, ხო, ნახეთ, ეს იქნება რაღაცა ჩქვიანური, ამავე დროს, აი უფრო რაღაც გოგოების ენერგია მოდის, იმის მიუხედავად, რომ აქ არის ქერთხების მეფე, აი უფრო ქალური ენერგიები ირთობა, რომ მე ვიღებ ჩქვიანურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ემოციასაც ვდებ და ვფიქრობ მერე სამომავლოდ რას მომიტანს მე ის წინადადება, რომელსაც მე მივიღებ. აი ეგეთი რაღაცა არის აქ. და კიდე მოდით აბა მაინც ვნახოთ, ძალიან საინტერესოა. კიდე რა იქნება სამსახურზე. ну კი, აი ნახეთ, აქაც ეგ მომენტია ზუსტად. აი აქ თითქოს როგორი მომენტი გაქვთ, იცით, რომ მე გავაკეთებ ყველაფერს, აი იმას, რაც მე მსიამოვნებს. აქ იცით პირველი როგორი მომენტი მომივიდა? აი თითქოს ადამიანი კი, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენ მუშაობთ და რა თქმა უნდა, გვინდა ანაზღაურება, ხო? ნუ ეს ნორმალურია, ადამიანი არც ერთი არ მუშაობს ისე, რომ თქვათ, რომ არ უნდადეს რამე ანაზღაურება თავისი შრომისას, ხო? და აი აქ რატომღაც მომივიდა, იცით, როგორი ინფორმაცია, რომ თითქოს მე გავაკეთებ ყველაფერს, აი იმის მიუხედავად, რა ვიცი, ფულს გადამიხდიან თუ რა, აი როგორ არის, იცით, აი თითქოს სხვანაირად შეხედავ თქვენ ყველაფერს. ანუ თითქოს რაღაცა შეიცვლება, ძალიან მნიშვნელოვანი შეიცვლება თქვენში აქ. გაიგეთ, აი რაღაცნაირი ახალი ხედვა გექნებათ თუ ანუ ხო, აი ყველაფრის მიუხედავად აქ სხვათა შორის კიდე ნახეთ რა იქნება. შეიძლება სამსახურში მოხდეს, როგორ აი თქვა დაჯილდოვებას ელოდებოდეთ დაუშვათ, ხო? ну, ხა სიტყვას ამ პრემიას, რა ვიცი, რაღაცას ელოდებოდეთ, აქ ახლა просто პენტაკლები წამოვიდა და იმიტომ გეუბნებით მაგას. მაგრამ შეიძლება თქვენ არ მიიღებთ მაგას, მაგრამ მაინც ეს არანაირად თქვენ არ გადგენთ გულს, აი ეგეთი რაღაც მოდის რა. ну ძალიან ძლიერი ხართ რა, აი ძლიერი ხართ. ყველაფრის მიუხედავად, აი თითქოს რაღაცნაირი სხვანაირი ხედვა გექნება თქვენ საქმეზე. გაიგეთ რა ხდება? რაღაცას გაუშვებთ. აი რაც უკვე თქვენ არ გჭირდებათ, ხო? აი გაუშვებთ. შეიძლება დატოვებთ სამსახურს, გაიგეთ, რომელიც თქვენ უკვე არ გახარებდათ. ეგაც შეიძლება იყოს და მე არ გამიკვირდება, რომ შეიძლება აქ თქვენ ახლა კიდე შეიძლება ნახოთ რა არის, თუ დაუშვათ თქვენ ნერვიულობდით რამეზე, ხო? ნერვიულობდით, აი ეს მიდის რა. ახლა რაღაც სიძლიერეს მაჩვენებენ, რომ ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც თქვენ გაწუხებდა და შეიძლება სამომავლოდ ფიქრობდით რაღაცაზე, ხო, ნერვები გეშლებოდეთ, იცოდეთ, რომ თქვენ გამოხვალ ძალიან ძლიერად. რაღაც შეტყობინებასაც მიიღებთ ძალიან
მნიშვნელოვანს აქ რაღაცა თქვენ წლის ბოლოს რაღაც მნიშვნელოვანი საქმეებით ხარ დაკავებული. ნუ შეიძლება ახლა ეს რო არის თქვათ როგორ არის ქართულად რო ეს отчётები და რაღაცებს რა აკეთებენ დაუშვათ ახლა ჩასაბარებელი გაქვთ თქვათ ახლა ის რა ქვია отчётები რა და ჩააბარებ შეიძლება ნერვიულობთ რა იქნება როგორ მაგრამ ძალიან კარგად იქნება ყველაფერი. მოდი ფინანსები ვნახოთ. ნუ აქ შემიძლია გითხრათ რომ პრინციპში თქვენ რაც გეკუთვნით ყველა ვარიანტში თქვენ მიიღებთ ფინანსებს სხვათა შორის ვინც მუშაობს კლიენტებთან შეიძლება ახალი კლიენტები მოგივათ იმის მიუხედავად რომ წლის ბოლოს შეიძლება ისეთი რამე დაჭირდება და даже არ გამიკვირდება რომ აქ ვიღაცა ძალიან კაი ხელშეკრულებასაც გააკეთებს ხო იმის მიუხედავად რომ აი დაუშვოთ წლის ბოლოა და მაინც თქვათ ახლა ვიღაცა მოდის და გეუბნებათ რომ მოდით ახლა მე მინდა ან ეს ძელკები რო არის დაუშვოთ თქვენ ხო იცით რას ნიშნავს ძელკა რომ ხელშეკრულებით როცა მუშაობ და თქვათ ახლა ძალიან კარგი უბრალოდ ახლა პოზიცია რა ვიღაცა შეიძლება მიიღებს ანუ თავის ხელმძღვანელისგან თქვათ საჩუქარს ანუ საჩუქარი როგორ ფულადი საჩუქარი დაუშვოთ ხო კიდე თუ დაუშვოთ თქვენ გქონდათ სიტყვაზე ბანკში მოთხოვნა და გჭირდებოდა თქვათ რამე თანხას და გეუბნებოდნენ უარს არ გეტყვიან უარს მოგცემენ აქ იქნება ის მომენტი რომ კი მოგცემენ ყველა ვარიანტში კიდე შეიძლება აქ დაგჭირდებათ რამე თანხა თქვათ ბავშვებისთვის და ყველა ვარიანტში თანხაც გექნებათ მოგეძებნებათ მოგეცემათ ნუ მამაკაცი თუ ყავთ დაუშვით ისეთი ძლიერი ფინანსურად ისიც კაი საჩუქარს თქვენ გაჩუქებს შეიძლება თქვათ მოვა და გეტყოს აჰა შენ ფული იყიდე შენ რაც გესიამოვნება შენ თვითონ ეგეთი მომენტიც არ გამოვრიცხოთ აქ კიდე არის აქ შეიძლება თუ დაუშვოთ თქვენ ელოდებით ვინმესგან დახმარებას აქ ყველა ვარიანტში ეს ადამიანი დაგიდგებათ გვერდში და ყველა ვარიანტში თქვენ მიიღებთ მაგის დახმარებას ფინანსურს, კაიგე ძალიან კარგი. ნუ ის რომ შემოსავალი ფული რო გექნება სიტყვაზე თუ ვინმეს დასაბრუნებელი ქონდა ფული, აი აქ ვიღაცა მიიღებს. ან დაუშვოთ ახლა თუ ფიქრობთ რომ ხელფას მომცემენ თუ არა კი. დაგიბრუნებენ ყველა ვარიანტში რა. ანუ ფინანსური მდგომარეობა პრინციპში ძალიან მშვენიერი არის აქ ახლა ვერ გეტყვით რომ მოდით აბა ვკითხოთ ახლა ფინანსებზე და გეყოფა თქვენ სულ ყველა თქვა საჩუქრებზე ხო არის ლაპარაკი ნუ პრინციპში გემაჩვენებენ რომ აქ საჩუქრების საყიდლად წახვალ და გექნებათ ფული მაგრამ აბა კიდევ ნახოთ ახლა ნახოთ რომ ფინანსები კიდე კი აქ რა თქმა უნდა ძალიან კარგად იქნება ყველაფერი აქ იქნება როგორ იცით თქვენ იმდენად კარგად იქნებით ფინანსები გექნებით მაგრამ აი დახარჯვა ნახეთ აი თქვენ დაფიქრდებით ანუ აი აქ даже შეიძლება თქვა აი ხო საჩუქრები და რაღაცები მაგრამ იმდენად ჭკვიანურად დახარჯავთ იქით-აქეთ არ გაფლანგავთ ფულს რომ კიდევაც დაგრჩებათ თქვენთვისაც აი თქვენ რომ გინდა თქვენ რომ გესიამოვნებათ ანუ იმ თანხას რაც შემოგივათ ისე კარგად დახარჯეთ და სასიამოვნოთ რომ აი ჭკვიანურად კაიგეთ აი ეს მინდა თქვა რომ აი ჭკვიანურად დახარჯავთ ამ თანხას რომ აი ზედმეტი რაც თქვათ ახლა არ გჭირდებათ ხო დაფიქრდებით ეს სხვათა შორის არ არის ცუდი პოზიცია იმიტომ რომ აქ ფლანგას ვერ ვხედავთ რომ კი გინდათ რომ ყოველას ანუ ასიამოვნოთ სიტყვაზე ხო მაგრამ აქ თითქოს აი ჩემ თავზეც უნდა ვიფიქრო ხო რომ ან დაუშვოთ კიდე რომ დამრჩეს რომ ხა მაინც ახლა მოდის ახალი წლები რომ მოდის მე ზოგი თქვა სახში ჯდება რაღაცა მაგრამ აი ეს თანხებით დაგჭება იმისთვის რომ თქვენ აი ნახეთ სახშიც რომ იქნებით თქვა ხო დასვენება რომ მშვენივრად კარგად იქნებით გეყოფათ ყველანაირად ეს თანხები კი ბატონო აქ გზავნილები შეიძლება მოვიდეს შეიძლება ისეთი აი დაუშვათ დიდი ხანი შეიძლება ვინმესგან თუ ელოდებოდეთ ფულს ისიც დაგიბრუნებს ნუ ჩვენ ახლა ფინანსებზე ვლაპარაკობთ და ამიტომ აქ ესეთ ინფორმაციას გეუბნებით რა
სრულიად მოულოდნელადაც შემიძლია გითხრათ სხვათა შორის ვიღაცას ექნება საშუალება ან ისეთი შემოსავალი მოვა, რომ თქვენ დახურავთ საერთოდ იმას, რა ქვია, სესხს. აი თქვა ბინაზე თუ გქონდათ ან მანქანაზე შეიძლება მოგეცემათ საშუალება, რომ დაამთავროთ, რომ ის სესხი, რომელიც თქვენ ნერვებს გიშლიდეთ და მაგაზე სულ გქონდათ მუშაობა და რაღაც, ხო? აი მაგაზეც მოგეცემათ საშუალება, რაღაც თანხა შემოვა, რომელიც თქვენ მოგცემთ საშუალებას, აი ნახეთ ჩვენი კიდე აქ რომ შეძლებთ არ ენერგიულად ყველანაირ თქვენი ფინანსური პრობლემები თუ რამე ახლა გაწუხებთ, თქვენ მაგას დაფარავთ, შეძლებთ. ყველა ვარიანტი. აი აქაც იმიტომ ცოტა გავიჭედე, რომ ფულზე რო გადამიყვანა, გაიგეთ? იმიტომ რომ აქაც რაღაცას, ну, რა თქმა უნდა, იმიტომ გითხარით, რომ ჩვენ რომ მუშაობთ, რა თქმა უნდა, ეს ანაზღაურობა, რომელიცაც ჩვენ ველოდებით, ის ანაზღაურობა გჭირდება ჩვენ რომ მუშაობთ, რომ რაღაცა ჩვენი საქმეებისთვის, ხო? აქაც გადამაგდეთ უბრალოდ პენტაკლებზე, იმიტომ რომ აქ თითქოს შეიძლება ნერვიულობთ, გაიგეთ თქვენ იმაზე, მე შევძლებ, რომ დაუშვათ ხელმძღვანელი ხართ, ახლა დედოფალი ნებისმიერ ვარიანტში შეიძლება იყოს ხელმძღვანელი სიტყვას და ფიქრობს, მე მეყოფა ის თანხები, რომ თქვათ, ყველას რომ გავცეთ უნდაც ხელფასების სიტყვაზე, ხო? აი შეიძლება მაგაზე ნერვიულობთ, მაგრამ არ ენერვიულობთ, თქვენ ძლიერი ხართ და მოგეცემათ ეს ნელ-ნელა შემოვა, შეიძლება თქვათ, ეხლა გეუბნებით, რომ აი ინერვიულებთ, მაინც არის ეს რაღაც მომენტი, მაგრამ ყველა ვარიანტში საშუალება მოგეცემათ. აი იმიტომ ცოტა რაღაც კი, ყველანაირად გავამკლავდებით. იმიტომ გითხარით, აი აქ რაღაცა ძალიან მიდის, იცით როგორ არის? ისეთი ძლიერი ენერგიები წამოვიდა აი აქ სიგნიფიკაციაზე, რომ აქ იცოლება თქვენში რაღაცა, თქვენი ცხოვრება. აქ მიდის თქვენ ეს უნდა იგრძნოთ. უბრალოდ რა არის, იცით, როცა არის დაუშვათ მე-16 არკანით თქვათ, ხო? ან მე-13 არკანით ტრანსფორმაცია, ის უფრო ძალიან გარტყავს რა, ისე რომ აი რა ვიცი. მაგრამ მე-20 არკანი უფრო ცოტა რბილია, მაგრამ ჩქარი ცვლილებები რა. აი აქ თითქოს იმიტომ წამოვიდა უფრო ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ შეიძლება ცოტა ფიზიკურ სხეულზე უფრო მოქმედებს. გაიგეთ რა ხდება, მაგრამ აქ ცვლილებები მიდის ძალიან მაგარი. იწმინდებით რა ვიცი. კარგით, მოდით აბა ახლა ურთიერთობა ვნახოთ. так, მე ამას დავმალავ, აქ ძალიან ისეთი ის არის რა. так, აი ასე. ну, აქ ნახეთ რა ხდება. ესე იგი, აქ იქნება როგორი მომენტი. საერთოდ ყურუმი როცა გამოდის, მანარაში ეს ცოტა ისეთი თემა არის, რომ შეიძლება თქვენ ან რამე საიდუმლოს გაიგებთ თქვენს პარტნიორზე. ან ადამიანი იცით როგორ მოიქცება, არასტანდარტულად, როგორ არის იცით, თქვენი პარტნიორი დაიწყებს აქ რას იცით, აი კარგად როგორ აგიხსნათ რა, სამაგივროს რო გაჩვენებს, არ იქცევა ისე რაც არის სინამდვილეში, იმას კი არ აჩვენა. აი დაუშვოთ, ახლა დაიწყებს თქვათ, ახლა ცუდად მოგცევა. აი დაუშვათ რაღაცნაირად ისე რა, მაგრამ არ დაიჯეროთ. კიდე შეიძლება აქ რომ არ მომდის იცით იმის ინფორმაცია, რომ თქვათ ხალატი რამე არ მომდეს ეს ხალატი. მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ დაუშვათ თქვენ ვინმეს გაიცნობთ, ხო? ამ კვირაში ცოტა ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ადამიანი ასე ვთქვათ, ბაბნიკი არის რა, ამ ქალთან და აი შეიძლება, აი ახალი გაცნობისთვის მაგათ თქვენ გეუბნებით უფრო, რომ აი აქ ფრთხილად იყავით. იმიტომ რომ ცოტა ისეთ რა და საერთოდ ახლა თუ დაუშვოთ ახლა აი აქ უნდა იყოთ ფრთხილად მამაკაცთან, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. აქ უნდა იყოთ ფრთხილად, რაღაც არ მომეწონა ეგ სიტუაცია. всё, გასაგებია. ნახეთ, თუ თქვენ დაუშვათ,
ცოტა რაღაცა ან წაიჩუბეთ, ან რაღაცა ესეთი მოხდა, იმიტომ რომ აქ გოგო, ნახეთ, აქ გოგოს ცოტა ცივად მოიქცევა და შეიძლება აჩვენებს თავის, ანუ არჩევანს გააკეთებს იმაზე, რომ მე ან იქნება როგორც მე მინდა, ან არანაირად. და აი ეს ბიჭი, თქვენი პარტნიორი, შეიძლება ამაზე როგორი რეაქცია ქონდა, როგორც გინდა ისე რა, სულ ბოდიში და სულ კიდია. ამ სინამდვილეში ეგრე არ იქნება. იქნება ძალიან საშინელი დღეში. დაიგეთ რა ეს ბიჭი. ანუ არ გაჩვენებს ნამდვილ სახეს, ვოთ. ძლიერს მოვუძებნე ეს ქართული სიტყვა. ნამდვილ სახეს არ გაჩვენებს, გაიგეთ? აი აქ. იმიტომ რომ შეიძლება ეგ სიტუაცია, რომელიც ახლა თქვათ, დატრიალდება, იმიტომ რომ თქვენ აქ ხასიათს გამოაჩენთ, გაიგეთ? რაღაც ხასიათს გამოაჩენთ. იმის მიუხედავად, რომ ადამიანი თქვენთვის ძვირფასია, თქვენ მაინც აჩვენებთ ხასიათს. და ესეც, აი ეს გეტყვის, ოკეი, როგორც გინდა ისე იყოს. მაგრამ სინამდვილეში ინერვიულებს, ძალიან ინერვიულებს. კარგით, აბა მერე, რითი დამთავრდება ეს სიტუაცია? რითი დამთავრდება? ნუ აქ ექნება როგორი თემა, ის როგორც ახლა ჩვეულებრივი მომენტი არის. არის რაღაცა აი რო იცენ ხოლმე, მოდი დავშორდეთ, მოდი ასე, სინამდვილეში რაც უნდა არაფერი. არ ინერვიულ, აი აქ თუ დაუშვათ თქვენ ან გააქვთ სიტუაცია, ეგეთი ან თქვათ დაიწყება სიტყვაზე რაღაცა მომენტები, ადამიანი თქვათ ახლა არ გამოჩნდება, დაიმალება, არ გიპასუხა, ნუ აი ყველაფერი ეს რაღაც მომენტები, ან დაგეწყო რომ თქვათ, всё დავასრულოთ ურთიერთობა, ეს ყველაფერი შეიცვლება, ეს ყველაფერი თამაში. თამაში, იმიტომ რომ აქ ურთიერთობა არ დასრულდება. ყველაფერი იქნება კარგად, ჩემო ლამაზებო, შერიგდებით ყველა ვარიანტში, უბრალოდ თქვენ ეს იჯდება, ნახეთ და ხო. არ ინერვიულოთ, არ ინერვიულოთ, თუ დაუშვეთ, თუნდაც რო იყოს ეს მომენტი, რომ თქვა დავასრულოთ და მორჩა, არ დასრულდება და არ მორჩება. ეს არის ჩვეულებრივი თამაში, რანაირად შევენახა. აი ასეთი კვირა, მე მგონი, ნუ ცუდი არ არის, დავაკვირდეთ, რა როგორ აიქნება და კვირის განმავლობაში ღმერთმა ხნას, რო ხმაც დამიბრუნდება და კიდე ჩაგეწერთ ვიდეოს, მე კი როგორც ყოველთვის გესურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.